Salve მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე, მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვპასუხობ თქვენს კითხვებს რეტინოლთან დაკავშირებით. მძიმედ ვიწყებთ, სერიოზულად ვიწყებთ. რატომ აკეთებენ შესვენებას რეტინოლის გამოყენებისას? არ ვიცი. ვერ გეტყვით, ვერც მე ვერ გავიგე. ადრე იყო ის თემა, რომ აი ზაფხულია და მზე და რუჯი და ამის გამო ვწყვეტ ზაფხულში რეტინოლის გამოყენებას და სანამ კარგად არ დაზამთრდება, ხო იცით აი 5 საათზე დაღამებას რო იწყებს, იქამდე რეტინოლს არ ვაბრუნებ რუტინაში. ოკეი, რაღაც პერიოდი ეგ თემა იყო. შემდეგ საზოგადოებრივი ცნობიერება ამაღლდა იმ დონეზე, რომ გავიგეთ, რომ ნუ ეხლა თუ გვინდა რომ ჯანსაღი კანი გქონდეს, კანის კიბო, მელანომა, ეს ნუ რუჯი და მზეზე წოლა საათობის განმავლობაში და ასე შემდეგ, ნუ ისედაც ნუ უნდა გამოვრიცხოთ შესაბამისად. არანაირი პრობლემა არაა რომ რეტინოლი ზაფხულშიც გამოვიყენოთ, როცა სწორად და საჭირო რაოდენობით მზისგან დამცავს ვიყენებთ. მით უმეტეს რეტინოლი როგორც ასეთი თვითონ ინგრედიენტი ფოტოსტაბილურია, ანუ რეტინოლისთვის როგორც ასეთი დღის განმავლობაში მზეზე არანაირი პრობლემა არ იქნება. პრობლემა არის ჩვენი კანი, რომ გაღიზიანება არ გამოიწვევს. თანამედროვე ფორმულაციის რეტინოლებს მსგავსი პრობლემა ისედაც არ აქვს. ამიტომ რაღაცა ეტაპის შემდეგ ეგ ნუ უმეტეს ნაწილში საზოგადოების მოიხსნა ეგ ამბავი, რომ თქვა ზაფხულში რეტინოლს არ ვიყენებთ. ნუ შეიძლება ეხლა რაღაცა 0.2%-იან რეტინალდეჰაიდს და ტრეტინოლს არ იყენებდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რეტინოლს მთლიანად არ იღებენ რუტინიდან. მე წამოვიდა ეხლა ეს ახალი როგორ ამბობენ, ხო, კანქვეშ ხდება რეტინოლის აკუმულირება და რამოდენიმე თვის განმავლობაში აღარ გჭირდება რეტინოლის გამოყენება, იმიტომ რომ კანქვეშ მაინც მოქმედებს ის, რაც წინა რამოდენიმე თვის განმავლობაში გამოიყენა. ჯერ ერთი თუ გვესმის კანის რეგენერაციის პროცესი როგორ მიმდინარეობს და მოქმედებს ზოგადად კანის რეგენერაცია, უკვე ხვდებით რომ ეგ არასწორი, იმიტომ რომ თვის პირველ რიცხვში რო კანი გაქვს, თვის 30 რიცხვში იგივე კანი აღარ გაქვს. რეგენერაცია კანის უჯრედების განახლება. კანი არის ცოცხალი ორგანო, ჩვენი ყველაზე დიდი ორგანო, რომელიც მუდმივად განიცდის რეგენერაციის პროცესს. მუდმივად განიცდის განახლების პროცესს. მუდმივად გვაქვს ახალი უჯრედები, ახალი კანი. ჭრილობა როგორ ხორცდება, დამწვრობა როგორ ხორცდება, დაზიანებული კანი როგორ შუშდება. რეგენერაციის პროცესის კანს აქვს თვით აღდგენის უნარი და ეგაა ყველაზე საოცარი. მაგის შენარჩუნებას ვცდილობთ. 5 წლის ასაკში ყოველ მე-10 დღეს ახალი კანი გვაქვს, ყოველ მე-20 დღეს ახალი კანი გვაქვს. 55 წლის ასაკში ეგ პროცესი ძალიან ნელდება. კანის განახლების და რეგენერაციის და ეს ახალი ცოცხალი წვნიანი გემრიელი უჯრედების წარმოქმნის პროცესი, რომელიც კოლაგენის და პროტეინებით არის გატენილი და ნაოჭების და წვრილი ხაზების გარეშე კანს გვაძლევს ამ ლიფტინგ ეფექტს გვაძლევს, ნელდება. ცირდება. ეგრე სწრაფად ვეღარ მიმდინარეობს, როგორც ჩვენი მეტაბოლიზმი. გახსოვთ 20 წლის ასაკში რა მარტივი იყო 5 კილოს დაკლება, 50 წლის ასაკში როგორი მძიმეა მაგ 5 კილოს დაკლება. მეტაბოლიზმი. ყველაფერი ნელდება, გრავიტაცია. როცა ამ პროცესს იცნობ, ავტომატურად ხვდები, რომ ის რაც თქვათ 3 თვის წინ კანზე დაიტანე ზედაპირულად, ინექციას არ გულისხმობ. ზედაპირულად კანზე დაიტანე. შეუძლებელია 3 თვის მერე ისევ მოქმედებით ის კანზე. არ ვიცი, წამაკითხეთ სადმე საიდან მოდის ეს იქნებ მე ვერ ვიგებ რამეს, ბოჯის მოვიხდი და გავითვალისწინებ შემდეგისთვის. დიდი სიამოვნებით, ყველანი ვსწავლობთ. ამ ცოდნით არავინ არ დაუბადებულ ვართ. მე-5 კლასის ანატომიის დონეზე ვერ ვიგებ, რანაირად შეიძლება დღეს სახეზე ზედაპირულად დატანილი კრემი 3 თვის შემდეგ მოქმედებდეს. 3 თვის შემდეგ ის კანი აღარ გაქვს, ის კანის უჯრედები აღარ გაქვს, რაც 3 თვის წინ ქონდა. ანუ საიდან მოდის ეს? ინექციაც კი ვერ ძლებს მუდმივად კანში. ბოტოქსი, ფილერი. ნუ რაღაცა ნაწილი რჩება რა თქმა უნდა კანში და ახლა ვიცით რომ თქვა ზუსტად 6 თვეში არ იწოვება ეს ყველაფერი და ნელა უფრო მეც და მეც ვიგებთ, ხო? მაგრამ ისიც კი არ არის მუდმივი. ნემსით კანქვეშ შეყვანილი ინგრედიენტიც კი არ არის მუდმივი. კანის ზემოდან ზედაპირზე დატანილი 0.1%-იანი რეტინოლი რანაირად გჯერა რომ 3 თვის მერე კანზე ისევ მოქმედებს. როცა იპოვე რაღაც რაც ასეთ კარგად მოქმედებს შენს კანზე, როცა როგორც იქნა ხელმისაწვდომი გვაქვს ბაზარზე უამრავ კარგ ბრენდთან ინგრედიენტი, რომელიც წლების განმავლობაში არის გამოკვლეული, დასაბუთებული, ლაბორატორიულად დამტკიცებული, რომ მოქმედებს. ეფექტურია. გააქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ შეიძინო ეს ინგრედიენტი და გქონდეს შენს თავის მოვლის რუტინაში. შენი დღევანდელი ჯანმრთელობა, შენი დღევანდელი ფიზიკური მდგომარეობა, ორსულად არ ხარ, არ გეგმავ ორსულობას, გაძლევს შესაძლებლობას, რომ გამოიყენო რეტინოლი. რატომ უნდა შეწყვიტო ასეთი ინგრედიენტის გამოყენება? უკეთეს რას იღებ? ეხლა ეს კითხვა არ ითვალისწინებს მაგას, მაგრამ იცით ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ხო, აი 2 თუ 3 თვე არ ვიყენებდი რეტინოლს და ნახეთ, ჩემი კანი როგორ არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია მაინც. მოდით აბა დავაკვირდით, ეგ ადამიანები რეტინოლის გამოყენება რო შეწყვიტეს, სხვას რას იღებენ? არიან ადამიანები, რომლებსაც ბოტოქსი აქვთ, არიან ადამიანები, რომლებსაც ფილერი აქვთ. არაფერსაც ნაუდეგო არ მაქვს, არც ბოტოქსის და არც ფილერის. შენი სხეული, შენი სახე, შენი საქმე. თუ მე არ გამომართმევ შენი ბოტოქსის ფულს, რაც გინდა ის გააკეთე. არასდროს არ გამიჩნდება კითხვა რატო? რა ჩემი საქმეა? ეგ ერთი. მაგრამ უყურებთ ამ ადამიანებს სხვა რა რუტინა აქვთ? თუ 6 თვეში ერთხელ ბოტოქსი იკეთებ, თუ 6 თვეში ერთხელ ფილერებს ივსებ, 2-3 თვით რეტინოლის შეწყვეტა არანაირ ეფექტს არ მოგცემს კანზე, კი ბატონო. თუ სისტემატურად სალონურ მომსახურეობას იღებ, პილინგს, მაიკრონიდლინგს, სინათლის თერაპიას, სხვადასხვას, რომელიც ზოგი ნაოჭებზე მოქმედებს, ზოგი გამონაყარზე მოქმედებს, სახის ღრმა წმენდას. თუ
სტორიზე მუდმივად გვიზიარებ, რომ ყოველ მეორე თვის რაღაცა მეორე სალონს არეკლამებ და რაღაცა სხვადასხვა სალონურ მომსახურებას, სპა მომსახურებას იღებ. რა თქმა უნდა, არ შეგეტყობა განზე 3 თვით რეტინოლის შეცვლა. მაგრამ შენს გამომწერს, რომელსაც 3 თუ 4 საფეხურიანი თავისმოვლის რუტინა აქვს და სალონური მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ აქვს და რეტინოლს რო იღებს რუტინიდან, ჰიალურონის მჟავის იმედად რჩება 3 თვის განმავლობაში, იმის კანზე ძალიან მარტივად გამოჩნდება 3 თვის განმავლობაში რეტინოლზე პაუზის გაკეთება. ამ შედარებას ვინმე აკეთებს? ამას აქცევს ვინმე ყურადღებას? ეგ შედარება ვინმეს გაუკეთებია, მოგისმენიათ რაიმე მსგავსი? ადამიანები, არ ვიცი, კოსმეტოლოგები, დერმატოლოგები, არ ვიცი ვინც ამბობს, ვინც გეუბნებათ, რომ 3 თვე არ იყენებს, მაგალითად პაუზას აკეთებს რეტინოლზე. აჩვენებენ, გიყვებიან სხვას რას აკეთებენ საკუთარი განისთვის, სხვა რა რუტინა აქვთ, სხვა რა ინგრედიენტებს, აქტიურ ინგრედიენტებს იყენებენ თავისმოვლის რუტინაში, რომ რეტინოლი რო შეწყვიტეს რაღაცა სხვა პროცედურით ან ინგრედიენტით ანაცვლებენ მას. რაიმე მსგავსი მოგისმენიათ ამ ადამიანებსგან? მოგისმენიათ, მიხარია ძალიან, იმიტომ რომ ეგ ეგრე უნდა იყოს. კი ბატონო, მაგრამ მხოლოდ ის, რომ შეწყვიტე რეტინოლი, ვისეუბნები შეწყვიტე რეტინოლი ხომ და დაფიქრე. შენი განმოსახედიდან რო აკეთებ მაგ ხმამაღალ განცხადებას, მაშინ როცა ხვალ ქიმიური პილინგის, სახის ღრმა წმენდის, მიკრონიდლინგის და არ ვიცი, წითელი გამოსხივების თერაპიის პროცედურები ერთად გაქვს აგეგმილი, ხო, შენთვის ძალიან იური სათქმელია, რომ თურმე რეტინოლის გამოყენება შეწყვეტე. ოკეი, ძალიან გაგვიგზავნა. აი, პირველივე კითხვა ძალიან გაგვიგზავნა ღმერთო. მე მგონი ამას უკვე უპასუხე, ზაფხულში კი თუ არა რეტინოლი, რა თქმა უნდა, რატო არა? ზაფხულში ყველაზე მეტად არის დასტრესილი ჩვენი კანი. ყველაზე მეტად მაშინ ჭირდება ჩვენს კანის ბარიერს მიხმარება. ის, რასაც რეტინოლი აკეთებს, ეხმარება კანის უჯრედების რეგენერაციის, განახლების, აღდგენის, გაძლიერების პროცესს, რაც ზაფხულში ზუსტად ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს კანს. ამიტომ, რა თქმა უნდა, იცით რა, ადამიანები, რომლებიც ზაფხულში რეტინოლს წყვეტენ, არიან ადამიანები, რომლებიც ხო იცით, აი, Caucasian კანით რო არიან იანვარში და deep dark ტონალურს რო იყენებენ აგვისტოს ბოლოს. მაგათთვის ახლა რა მნიშვნელობა არ აქვს რეტინოლის გამოყენება, არ გამოყენება. ძალიან დიდი ბოდიში, ძალიან წუხარ, მაგრამ რაღაცა პორცელანის ფერის ტონალურიდან აგვისტოს ბოლოს მუქი კაკაოს ფერის ტონალურზე რო გადადიხარ, აი რა მნიშვნელობა აქვს ხა რამდენ ხანში ერთხელ წყვეტ თუ იყენებ თუ გაქვს თუ არა თავისმოვლის რუტინაში რეტინოლი. ერთადერთი ამ ადამიანებს ვუსურვებ, რომ არასდროს არ გამოსცადონ, რას ნიშნავს მელანომა. არასდროს არ გამოსცადონ, რას ნიშნავს კანის კიბო. იმიტომ რომ მოდით ნუ ჩავღრმავდებით ამ თემას, რაღაცები მახსენდება რამოდენიმე ადამიანის შესახებ, რომელიც ხა რო შევინარჩუნო ჩემი სახე აქ და ძალიან ემოციური არ გავხდი, არ მინდა მაგ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არასდროს არ მოუწევთ რაღაცა მსგავსის გამოცდა ცხოვრებაში. მოდით, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვოთ, ვინ რას ჩართავს თავისმოვლის რუტინაში, ჩვენი საქმე არა. უბრალოდ ჩვენ როცა სხვისგან მაგალითს ვიღებთ, დავუკვირდეთ იმას, საიდან მოდის ეს ადამიანი ამ თავისი ინფორმაციით. მეტი საჭირო არა. რომელი პროცენტიანი რეტინოლით დავიწყო, ასაკი 27. ლოგიკური და ყველაზე ჭკვიანური იქნება 0.1% რეტინოლით. აი ჩვენ გვაქვს მაგალითად კოზარექსის 0.1%-იანი რეტინოლი, იზინჩურის 0.1%-იანი რეტინოლი. ორივე არიან ძალიან სათუთი, ძალიან რბილი, ძალიან გემრიელი პროდუქტები, რომელსაც სხვა ინგრედიენტები ძალიან კარგი აქვთ კიდევ შემადგენლობაში. გარდა რეტინოლისა, ბევრ კარგ სხვა საინტერესო ინგრედიენტს იღებ, რომელიც ანს დაამშვიდებს, დაატენიანებს და ბილებს და ასე ვთქვათ, შესაძლო გაღიზიანების საფრთხეს არ გამოიწვევს რეტინოლის გამოყენების დაწყებასთან ერთად. თუმცა, ვერ გეტყვით ახლა, რომ ეს რაღაცა სადმე ბეჭედ დარწმული დოკუმენტი დევს, რომ აი აუცილებლად 0.1%-იანი რეტინოლით უნდა დაიწყო. ყველასთვის ძალიან ინდივიდუალურია ეგ თემა, იმიტომ რომ არ შეიძლება 0.5%-იანი რეტინოლითაც დაიწყო და შენი კანისთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყოს. არანაირი გაღიზიანება არ გამოიწვევს. ან შეიძლება 1-2 დღე რაღაცა სიმშრალე მოგცეს ტუჩის კონტურზე და რაღაცა ესეთი და სულ ეგ იყო. ეხლა გულწრფელად რო გითხრათ, მე ეგ რეტინალმა, ორდინერის რეტინალმა რო დავიწყე გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ წლებია რეტინოლს ვიყენებ, მაინც მომცა. აქ დამეწყვიტე, რომ ტუჩის კონტურთან ცოტა ახლოს მომიწია. ძლიერი იყო მაგისთვის ძალიან და მერე ვაზელინი წავისვი, ცოტა ესე ფართოდ კონტურის ზემოდან ტუჩებზე და მერე რეტინალი და მერე აღარ მქონია ეგ პრობლემა, მაგრამ ანუ აი არიცი. ვერ წარმოვიდგენდი ახლა რომ 0.2% რეტინალი ესეთი ძლიერი იქნებოდა ჩემი კანისთვის, რომ სიმშრალეს აკერსვას გამოიწვევდა კანის. პირველი 2 დღე სულ, მაგრამ მაინც. ბევრ რაღაცაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული ეგ ამბავი. ამიტომ 0.1% რეტინოლი იქნება ყველაზე უსაფრთხო, აი საზოგადოდ რო ყველასთვის გავუწევ ხა ვიდეოში რეკომენდაციას თავის საზღვრების მიზნით, მაგრამ გულისებში რო ვთქვათ, ყველასთვის ინდივიდუალურია, ყველასთვის ანუ კანზეა დამოკიდებული, შეიძლება 1%-იანი რეტინოლით დაიწყო და არც არაფერი ძალიან ჩვეულებრივად მიიღოს კანი. ამიტომ თქვენს კანს უფრო გერა და ყველაზე უკეთესად იცნობთ და იცით რაზე აქვს რეაქცია და რაზე. 0.1%-დან 0.5%-ზე გადასვლა შეიძლება მადლობა კი რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა. მე ვფიქრობ, რომ ეგრეც უნდა იყოს. 0.2%-იან რეტინოლზე გადასვლა შვაში 0.3-ზე. არ მგონია, იმიტომ რომ აი თუ მიიღო კარგად რეტინოლი კანმა, ანუ ინგრედიენტზე ალერგიული არ ახარ. პროცენტულ მაჩვენებელს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. ალერგიული არ ახარ, და ალერგიული შეიძლება ვიყო ყველაფერზე. ხალხი შოკოლადზე და მარცვლზე ალერგიული. წარმოიდგინეთ. ცოდო. ანუ ყველაფერზე შეიძლება იყო ალერგიული, ხო? პროცენტული მაჩვენებელი რო დავივიწყოთ.
თუ უნდა მთელი 1% კარგად გამოიყენე ჩართულ რუტინაში, რომ კანს არანაირი რეაქცია არ ქონია, მე ვფიქრობ ძალიან მარტივად შეიძლება შემდგომ 5%-ზე გადასვლა. საუკეთესო რეტინოლი დამწყებთათვის რომელია? ბრენდს და პროდუქტს გულისხმობთ, ის ორი რაც ვახსენე, ეხლა მე ჩემი, რეკომენდაცია რაც შეიძლება მაგალითად ჩვენი შოპიდან გავაკეთო, ეგ ორი იქნება. ისევ ვფიქრობ, რომ დამწყებთათვის აი საფრთხე ბრენდებიდან მაგალითად მისშას აქვს, როგორც ვიცი რეტინოლებზე კარგი არჩევანი. სერავის რეტინოლებს გირჩევდით, რეალურად ურივეს მართალი რო გითხრათ. სერავის ფორმულაცია ძალიან კარგი აქვს. ისეთი რომ თუნდაც ესეთი მგრძნობი არის კანისთვისაც, სასიამოვნო გამოსაყენებელი იქნება პროდუქტი, მეც გამომიყენებია ძალიან აი თვითონ ტექსტურაც და თვითონ პროდუქტი რეტინოლის გარდაც ძალიან სასიამოვნო, ძალიან გემრიელი გამოსაყენებელია და ვფიქრობ, რომ დამწყებთათვის ცუდი არჩევანი არ იქნება. და ძალიან ხშირად რასაც ვუწევ რეკომენდაციას არის ორდინერის რეტინოლები, იმიტომ რომ ფასიდან ხოლმე იცი ხა დავფიქრე, რეტინოლის ფასებმა ცოტა მოიმატა, ორდინერის პროდუქტებზე ფასება ცოტა მოიმატა. 1-2-3 წლის წინ კი ვამბობდი ბიუჯეტური დაიწყოთ, მაგრამ ეხლა ყოველ შემთხვევაში სხვა ბრენდებთან შედარებით ორდინერი მაინც ბიუჯეტურია, ამიტომ მოდით ვთქვათ, რომ თუნდაც ფასიდან გამომდინარეც ორდინერის რეტინოლებისთან იცი რომ ზუსტად რეტინოლში იხდი. გაითვალისწინე, ხარ შეიძლება სერავესთან კერამიდებში იხდი ფულს, კოზარექსთან იქ პანთენოლი, ჰიალურონი, გლიცერინი, კიდე სხვა რაღაცები რა თქმა უნდა, იზენჩვილისთან ბაკუჩიოლიაში და ასე შემდეგ. მაგრამ როცა ორდინერის პროდუქტებს ეხება საქმე, იქ იცი რომ მხოლოდ რეტინოლში იხდი ფულს, მაგრამ სამაგიეროდ შედარებით უფრო ბიუჯეტურია ვიდრე სხვა ბრენდების რეტინოლები და თან ზუსტად აწერია შეფუთვას რას მეტულობ. 0.2, 0.5, 1, 2 სხვა ლენეში ის ზუსტად Z რაც აწერია, იმას იღებ. რაც დამწყებთათვის რო არ დაივნე. თუ ზუსტად ინგრედიენტების სიაში ამოკითხვა არ იცი ახლა რომ აბა ეს რეტინოლი რას ნიშნავს და ეს ეფექტურია, ეს ძალიან მარტივია ორდინერისთან დამწყებთათვის რეტინოლის შერჩევა. იღებ ზუსტად იმას, რაც შეფუთვას აწერია. გრანაქტიურ რეტინოლებს დაანებეთ ხოლმე. მაგს დამწყებთათვის მან ნუ გადახვალთ. ზედმეტი სტრესი. დეჰაიდით პირდაპირ დაწყება არ შეიძლება ალბათ, ხო 58 წლის ვარ და აი ხედავთ. და ამ ხალხს მე ეუბნებიან 3 თვე ხო გამოიყენე რეტინოლი. ეხლა 4 თვე მოდი პაუზა გააკეთე. ვის ძალიან 4 თვე პაუზას გასაკეთებლად. ხალხი იმას დარდობს და განიცდის ორსულობის დროს რო უწევთ რეტინოლის გამოყენების შეწყვეტა მთელი წლის განმავლობაში და ესენი კიდე ხალხს ეუბნებიან ესე ნებაყოფლობით მოდი და შეწყვეტა რეტინოლის გამოყენება. აქაც ზუსტად იგივე თემაა, რაც რეტინოლით, თქვა უფრო ძლიერი რეტინოლით დაწყებას ეხებოდა. არ შეიძლება ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არსად არ წერია რომ არ შეიძლება. მაგრამ ესე საჯაროდ ყველასთვის ერთიან რეკომენდაციასაც ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ შეიძლება თქვათ 1000 ადამიანიდან ვინც ამ ვიდეოს უყურებს, 5 აღმოჩნდეს ისეთი, ვისაც არ შეუძლია და რეაქცია ექნება და ცუდ შედეგს მიიღებს. ამიტომ ყველასთვის საჯაროდ ვერ გავაკეთებ ხა ეგეთ საზოგადოებრივ განცხადებას, რომ იცი რა არ არის პრობლემა. შეიძლება, უბრალოდ ყველასთვის ინდივიდუალურია ეგ ამბავი. თუ მაინც რაღაცა ისეთი მოძებნეთ, რომ მარტო რეტინოლი კი არა, ზოგადი საერთო ფორმულაცია პროდუქტის იყოს ნაზი, სხვა ინგრედიენტები იყოს შიგნით ისეთი, რაც კანს დაარბილებს, დაატენიანებს, დაიცავს და შესაძლო გაღიზიანების ფაქტორს შეამცირებს. მაგალითად, Beauty of Joseon-ის თვალის რეტინალი. აი თვალის რეტინალის კრემით დაწყება სახეზე, მაგალითად ჭკვიანური. ჰიალურონის შრატი და შემდეგ რეტინოლი თუ პირიქით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ერთ 5 წლის წინ რო გეკითხათ, ძალიან კაცრად ვიტყოდი, რომ იცი რა, ჯერ რეტინოლი კანთან ყველაზე ახლოს თუ ძლიერი ეფექტის დანახვა გინდა, მაგრამ ეხლა გეტყვით, რომ ტექსტურას შეხედეთ. ჰიალურონის მჟავას როგორი ტექსტურა აქვს. რამდენად სქელი ჰიალურონის მჟავის შესახებ ვსაუბრობთ. ხანდახან ვსაუბრობთ ამპულების შესახებ, ხა ვუყურებ რამე თუ მაქვს ესეთი რომელსაც. აი მაგალითად APLB-ის, სკვალეინის და ჰიალურონის მჟავის ამპულა შრატი მაქვს, რომელსაც საკმაოდ ესეთი ბლანტი ტექსტურა აქვს, საკმაოდ მძიმე ჩამოდის და საკმაოდ ბლანტი ტექსტურით ტარდება კანზე. თუ ამასთან ერთად რაღაცა ძალიან თხელი რეტინოლი მაქვს, აი მაგალითად თუნდაც ორდინერის რეტინოლი შრატივით არის საკმაოდ თხელი, ამასთან შედარებით ბევრად თხელია. ჯერ რაღაცა უფრო თხელს წავისმევ სახეზე და შემდეგ რაღაცა უფრო სქელს. პირიქით რო იყოს ახლა ეს ამბავი შევცვლიდი. ჯერ თხელ ჰიალურონის ტონერი რომ გქოს, მაგალითად Round Lab-ის ტონერი, Anuas ტონერი, ძალიან თხელი ტექსტურის, თითქოს სხლის ტექსტურის ტონერები. ჯერ იმას წავისმევ ყველა ვარიანტში და შემდეგ რეტინოლზემოდან. ამიტომ ყველაზე ჭკვიანური იქნება დაალაგეთ ყველაზე თხელი ტექსტურის პროდუქტიდან ყველაზე სქელი ტექსტურის პროდუქტისკენ. ჩემი აზრით ეს ყველაზე ჭკვიანური, იმიტომ რომ ეს ზოგადად ჯერ ეს და მე ეს ვერ იტყვი. იმიტომ რომ ამ ჰიალურონის მჟავაში ახლა სკვალეინის ზეთია შიგნით. დებით რას ვამბობ, ეს ზოგადად რთული სათქმელია. შეხედეთ პროდუქტს, აიგითად რა წერია Z, რას შეიცავს კიდე, როგორი ტექსტურა აქვს და იმის მიხედვით დაიწყეთ თხელი ტექსტურის პროდუქტით, დამთავრეთ სქელი ტექსტურის პროდუქტით. სახის რეტინოლი მაქვს 0.1 და თვალზეც ვიყენებ, იმედია არ ვაშოვებ არაფერს. თუ თქვენი კანი გეუბნებათ, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფერს არ აშავებთ, ესე იგი არაფერს არ აშავებთ. ყოველთვის ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ თუ თქვენს კანს თვალების გარშემო არანაირი პრობლემა არ აქვს, სიმშრალეს არ გრძნობთ, არ გაწუხებთ, ქავილი, რაღაცა მსგავსი სიცოცხლე გაღიზიანება თვალების გარშემო არ გაქვთ, ესე იგი არანაირი პრობლემა არ აქვს თქვენს კანს თვალის გარშემო. მაინც თავის დაზღვევის მიზნით, ზემოდან დამატენიანებელი არ დაგავიწყდეთ თვალების გარშემო. როგორც სახეზე იყენებთ დამატენიანებელს რეტინოლის შემდგომ,
იგივე თვალების გარშემოც. რეტინოლის პირველადი დანიშნულება კანის დატენიანებაზე ზრუნვა არ არის. ამიტომ გადაატანეთ შემდეგ ზემოდან რაიმე კარგი გემრიელი დამატენიანებელი, თავი დაიზღვიოთ თუ რაღაცა გაღიზიანება არ მოხდეს. რა განსხვავებაა და რომელია ძლიერი? Pure versus liposomal retinal. Pure ნიშნავს როგორ თარგმნიან ქართულ სუფთას, ალბათ. ხო. ეხლა რამე ალკოჰოლური სასმელი რო იყოს, უცებ გადავთარგმნით სახელს. პრიორიტეტები ცხოვრებაში. Pure ნიშნავს იმას, რომ წესით არ აქვთ უფლება ბრენდებს, როცა სუფთა რეტინოლის პროცენტული მაჩვენებელი წერია შეფუთვაზე რამე სხვა იყოს შეგი. როცა ხედავთ Pure Retinols, 0.3 ნიშნავს, რომ პროდუქტი აუცილებლად შეიცავს 0.3%-იან რეტინოლს. ამიტომ არის ხოლმე ეს სხვადასხვა მარკეტინგული სიტყვები და ხრიკები ხშირად გამოყენებული, რომ რეტინოლის კომპლექსი. კომპლექსში შეიძლება რეტინოლის კომპლექსი 5%. ამბიცით რომ 5%-იან რეტინოლს, სუფთა რეტინოლს ვერ გაყიდით. ამ 5%-ში 3% ბაკუჩიოლია, 1% retinol palmitate-ია და 1% რეტინოლი. როცა Pure-ს ხედავთ წარწერას, ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ზუსტად რაც აწერია, იმ პროცენტულ მაჩვენებელს შეიცავს პროდუქტი. ლიპოსომები არიან ინგრედიენტების შესახებ ვსაუბრობთ. ლიპოსომები ამ შემთხვევაში არიან მიწოდების სისტემა, ლიპოსომური მიწოდების სისტემა, რომლებიც გარს აფსულას ქმნიან სხვა ინგრედიენტის გარშემო და ამით ქმნიან მიწოდების სისტემას კან ქვეშ. ანუ როცა ლიპოსომები კანში დაიშლება, ეს გარე გარსი კანში დაიშლება, შემდეგ იწყებს რეტინოლის მოქმედებას. თარიღი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. ხშირად იყენებენ ნელი მოქმედების რეტინოლს ლიპოსომური მიწოდების სისტემასთან ერთად გაიგივებულს. არაგვერიოს, სუფთა რეტინოლი შეიძლება გავხადოთ ნელი მიწოდების. მეტად სტაბილურია პროდუქტი. იმიტომ რომ ამ გარსში როცა და შენ შეფუთვა გახსნილი გიდოს თაროზე, ლიპოსომები არ იშლებიან. უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებენ შიგნით რეტინოლის მოლეკულას სტაბილურს. ხშირად იყენებენ იგივეს მაგალითად ასკორბინის მჟავისთვის. რეტინოლსაც კი რეტინოლის შემთხვევაში სტაბილურობაზე მეტად კანის გაღიზიანება რო არ გამოიწვიოს და ნელა დაიშალოს ეს ლიპოსომური გარსი უთულა არ ვიცი რა დავარქვა ქართულად კან ქვეშ და კანის გაღიზიანება არ გამოიწვიოს რეტინოლის შემთხვევაში უფრო მაგიტო იყენებენ. ასკორბინის მჟავის შემთხვევაში იყენებენ უფრო სტაბილურობისთვის. შეიძლება გქონდეს Pure რეტინოლი ლიპოსომებში გახვეული და უფრო ნელი მოქმედების გავხადოთ იმიდეით, რომ უფრო ხანგრძლივი დრო დააგვიანდება ეფექტის დანახვას. თუმცა ამით ის არ 0.1% რეტინოლი არსად არ იკარგება, ეს ურჩება. მაშინ როცა ნელი მოქმედების რეტინოლები, რომლებიც უფრო ქვემოთ დაბალ საფეხურზე დგანან A ვიტამინების ოჯახში, ლიპოსომის გარსის გარეშეც Pure-აც ნელი მოქმედების არიან. მაგალითად, retinol palmitate. არანაირ გარსის შესახებ ვსაუბრობთ აქ. არანაირ ლიპოსომური მიწოდების სისტემის შესახებ ვსაუბრობთ. ასე თავისთვის აღებული retinol palmitate ფუა სუფთა ფორმით ნელი მოქმედების არის. ამიტომაც არ გამოიყენება ეფექტურად ანტიასაკობრივ რუტინაში, რადგან ჯერ რეტინოლი უნდა გახდეს კან ქვეშ, შემდეგ რეტინოლდეჰაიდი და შემდეგ ვიღებთ რეტინოიკის მჟავას. და ეს ძალიან არის ჩვენს ორგანიზმზე დამოკიდებული და ჩვენი კანის ფლორაზე, რამდენად შეუძლია retinol palmitates რეტინოიკამდე მისვლა. retinol palmitates რო დაიტან კანზე, ეს 100-დან 100 შემთხვევაში ავტომატურად ანიშნავს, რომ რეტინოიკის მჟავამდე მივა. მეტაბოლიზმზე ძალიან ბევრ რამეზეა ყველაფერი დამოკიდებული ფორმულაციაზე, მათ შორის რა თქმა უნდა, რამდენად სტაბილური თუნდაც retinol palmitates შესახებ ვსაუბრობთ. ამიტომ რეტინოლები, რომლებიც ბუნებრივად ფუა სუფთა მდგომარ შემცველობითაც ნელი მოქმედების არიან და როცა შეიძლება რომ ლიპოსომური მიწოდების სისტემა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძლიერი რეტინოლი უფრო ნელი მოქმედების გავხადოთ, დროში გავწელოთ იმის გამო, რომ გაღიზიანება არ გამოიწვიოს კანზე. მაგრამ ამის გამო პროცენტული მაჩვენებელი არ იკარგეთ. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ 0.2%-იანი რეტინალი ლიპოსომებში გავახვიოთ, მაგრამ მაინც 0.2% რეტინალი გვექნება. შეიძლება ორი ასეთი შეფუთვის დაცლა დაგჭირდეს იმ შედეგის დასანახად, რაც ერთი შეფუთვით გექნებოდა სუფთა რეტინოლის შემთხვევაში. ანუ დროზე ვსაუბრობთ. დროში იწელება ეს ყველაფერი, მაგრამ თვითონ რეტინოლი ქვემოთ არ იწევს სიძლიერე. ახსენი კარგად სწორად არ ვიცი, მეგონი კი უფრო შევანილოთ. აი ხო იცით, ბამპერებს არ ვიცი ქართულად რა ქვია, გადასახტომებს, გადასასვლელებს რო ამაგრებენ ხოლმე გზებზე, რომ სადაც სულ უნდა შეანელო. ეგეთი სისტემა რო წარმოვიდგინოთ, სადაც მიდიხარ იქამდე მაინც მიხვალ, უბრალოდ რამოდენიმეჯერ თუ შენელდები, ცოტა უფრო მეტი დრო დაგჭირდება, ვიდრე ის გზაზე, სადაც ესეთი გადასასვლელები არ აქვს. როგორი შედარების სისტემა იყო ეხლა? როცა რეტინოლს ვისმოთ, დილით სახე უნდა დავიბანოთ. არა, ანუ სახე არ დაიბანო, ანუ მოკეთ სახე არ დაიბანოს თქო, მაგას არ ვამბობ. თუ გჭირდებათ დილით სახის დაბანა, კი ბატონო, რეტინოლთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. რეტინოლი ჩამოსაბანი ინგრედიენტი არ არის, პირიქით. მაგას ვცდილობთ, რომ კანში დარჩეს და კან ქვეშ იმოქმედოს. და მიწოდების სისტემა იყოს კარგი. მაგაზია ზუსტად მთელი ანტიასაკობრივი რუტინა აწყობილი. ამიტომ საჭიროება არ არის. განსაყრელი კითხვა. ნინ ბოტოქსი კეთებო, კანი რა კარგად გაქვს. ამ თემას არ ეხება, მაგრამ რადგან ვახსენე ბოტოქსი უკვე გეტყვით, რომ არა, არ ვიკეთებ ბოტოქს. ეგ იქნებოდა ყვილი ჩემ მხრიდან, რომ ბოტოქსი მქონდეს და რეტინალის ეფექტურობის შესახებ გესაუბრებოდეთ. ამიტომ თუ ოდესმე მექნება რაიმე მსგავსი სახეზე, აუცილებლად გაგაგებინებთ. არა, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამიხარდა. მე მგონი ეს ფოტოს გამო იყო დეკემბრის ბოლოს რო ავტვირთე სტორიზე.
კარგი კანის დღე მქონდა და მეთქი ამისი ხელიდან გაშვება არ შეიძლება. პრობლემურ კანზე როგორ გამოვიყენოთ ცხიმიან კანზე სწორად. ანუ კანის ტიპის მიხედვით რეტინოლის გამოყენების პროცედურა არ იცვლება. დაიტან სახეზე და შემდეგ დამატენიანებელი ზემოდან. ეგ თემა არ იცვლება. რაც შეიძლება შეიცვალოს არის ის, როგორია რა ფორმულაციის შესახებ ვსაუბრობთ. რა არის კიდევ იმ რეტინოლის გარდა იმ პროდუქტში. ორდინარი ვახსენე. სქვალეინის რეტინოლი, ანუ Z-ში რეტინოლი ცხიმიან პრობლემურ კანზე სავარაუდოდ თქვენ ფავორიტ თემა არის. ასეთ შემთხვევაში გინდათ რაღაცა თხელი ტექსტურის, შრატოვანი ტექსტურის, რომელსაც ზედმეტი ცხიმიანობა არ ექნება და გარდა იმისა, რომ რეტინოლს იყენებთ, თვითონ პროდუქტიც სასიამოვნო გამოსაყენებელი იქნება. ხოლო ეს სხვა როგორ გამოიყენება რეტინოლი, ეს მშრალი კანისთვის სხვა თემა არ არის და პრობლემური კანისთვის სხვა თემა არ არის. ერთადერთი კიდე რაც შეიძლება სხვაობა იყოს, რომელ რეტინოლს იყენებ. მაგალითად შეიძლება გამოიყენო ადაპლენი. პრობლემური კანისთვის აკნეს სამკურნალოდ. ადაპლენი გამოიყენება ზუსტად მაგაზე ორიენტირებული, რომ აკნეს სამკურნალო. მედპილის რეტინოლ კოლაგენის ამპულაზე თუ გაგვიზიარებ შენს აზრს გამახარებ. მე არ გამომიყენებია, მაგრამ ოკეი, ვიპოვე 3 პროდუქტი აქვს ხო? თუ სწორად მიჩვენა ოფიციალურ საიტზე, ტონერი, ამპულა და კრემი ერთი და იგივე ხაზიდან არის ყველა. მოდით ამპულას დავაკლიკოთ. ძალიან კომპლიცირად. რთულად აქვთ, ანუ retinol palmitate აქვთ 10000 international units pro გრამზე, ანუ 1 გრამი. რამდენი გრამია ახლა ეს პროდუქტი? თითო გრამზე გამოდის 10%. რამდენი გრამია ეს პროდუქტი? იქიდან გამომდინარე 30 მილილიტრი თუ არის სადღაც 0.03% გამოდის. თუ სწორად ვანგარიშობ ახლა თავში ეს. რეტინოლზეც იგივე თემა არის 461 parts per million. ანუ უნდა გადაიანგარიშო მილიონზე გაყო და გამოდის 0.0000 461. ხო, მე მგონი ეგ არის. პარფიუმს ვხედავს უბრალოდ ინგრედიენტებს სიაში, მშრალი ალკოჰოლი არ ჩანს. არ ვიცი, ვერ გეტყვით რატო ასე გართულებული ამ რეტინოლის და რეტინოლ palmitateის გამოანგარიშების ამბები, მაგრამ ანუ ამპულა არის საკმაოდ ცივი. სუბუქი რეტინოლის ამბავია, დამწყებთათვის რეტინოლის ამბავია ვიტყოდი. რემში რეტინალიც აქვთ, ეგ რო გამოვიანგარიშოთ გამოდის 0.005% რეტინალი. მე მგონი სწორად თუ ამბობ. დანარჩენი იგივე აქვთ დატოვებული და ტონერში რეტინალი არ აქვთ. ანუ რეტინალი კრემში აქვს მხოლოდ როგორც ხვდები. აქაც დაახლოებით იგივე თემა. ანუ სადღაც 0.0 და რაღაცა პროცენტები. ანუ ძალიან დამწყებთათვის რეტინალი ამბავია. სხვა ინგრედიენტებსაც უნდა მიექციო, რა თქმა უნდა, ყურადღება ეხა შეიძლება რეტინოლის გარდა იქ ბევრ სხვა საინტერესო რაღაცას იღებდე. შეფუთვაზე ეს 10000 უწერიათ დიდი ასოებით. რეტინოლ palmitateის ამბავი რო არის და თან პროცენტებში რომ უნდა გადაიყვანო, მაგას რომ უნდა მიექციო ყურადღება, მარკეტინგის ამბავი რა თქმა უნდა, ციფრმა 10000 მარ დაგაბრინოთ რაღაცა 10%-ზე ან რაღაცა მსგავსზე არ იგულისხმება ეგ ამბავი, გრამები უნდა გადაიყვანო პროცენტებში, რაც ეხა თავში რაც გავაკეთე წესით სწორი იყო, მაგრამ ცოტა რთულია. არ ვიცი რატო რთულებენ ეს ამბავს. ეს გლიცერინი, ჰიალურონის მჟავა, ვიტამინი, ნიაცინამიდი, ცუდი ინგრედიენტები არ არის ნამდვილად. უბრალოდ ეხა გაჩნერა ეტაპზე ხართ რეტინოლის გამოყენების, როგორც გითხარით დამწყებთათვის ხაზი. სალამინინა მიჩვევის მერე ყოველ დღე შეიძლება რეტინოლი, ანუ კი როგორ არა. ანუ უცხოელად რო ვთქვათ, ის ყველა კარგი ამბავი, რაც რეტინოლის მოქმედების შესახებ ვიცით, ტესტები რო ტარდება ყოველდღიურად. ანუ ვთქვათ იღებენ 30 დღიან 4 კვირიან, 6 კვირიან, 12 კვირიან რაღაცა შვალეთს რა დროშიც უნდა აჩვენოთ, თქვათ რა ეფექტს იძლევა. 0.5% რეტინოლი 30 დღეში. 30-ვე დღეს იყენებენ მოხალისეები ამ რეტინოლს და ასე ვიღებთ ამ შედეგს. და არა კვირაში ერთხელ, კვირაში ორჯერ, კვირაში სამჯერ. მაშინ ეგ უნდა ეწეროს აუცილებლად გამოკვეთილად, რომ ამ სიხშირით გამოიყენებოდა ამ ექსპერიმენტის დროს რეტინოლი. ესით ავტომატურად იგულისხმება მსგავსი ექსპერიმენტების დროს, რომ ეს ათუის პროდუქტი არ მხოლოდ რეტინოლი, ნებისმიერ პროდუქტი, რაზეც თქვათ ეფექტურობა იქამდე და შემდეგ ფოტოებს ვაჩვენებენ და ასე შემდეგ. ეს ინგრედიენტი, ეს პროდუქტი გამოიყენებოდა ყოველდღიური რუტინაში მოხალისეების განზე. შესაბამისად, პირიქით ძალიან ჭკვიანურია, უბრალოდ თუ იძლევა თქვენი რუტინა მაგის შესაძლებლობას. ვებს უყარს ძლიერი პილინგის გამოყენება, საღამოს ან კვირაში ერთ-ორჯერ მაინც და შემდეგ რეტინოლს ვეღარ იყენებს, იმიტომ რომ ძალიან ცნობიარე კანი აქვს და ამ ორი ინგრედიენტის კომბინაცია რუტინაში არ უყართ. და ანუ რაღაცა მიზეზები შეიძლება იყოს, მაგრამ შეძლებას თუ ეხება საქმე და კითხვაც ამას ეხება შეიძლება თუ არა, შეიძლება კი არა და რეკომენდირება. 3 წელია ვიყენებ ლაროშეს რეტინოლს, მთავრდება და გადავწყვიტე შევცვალო. სულ ახლახანს ვისაუბრეთ ლაროშეს შესახებ წოთა შორის და იქ იმ ვიდეოში გითხარით, რომ შრატებს როცა ეხება საქმე პროცენტული მაჩვენებელი არ ვიცით, მათთან აქტიური ინგრედიენტებს მეტ შემთხვევაში. ამიტომ ცოტა რთულია. რეტინოლზეც ხო ეგრეა, მე მგონი არ შევა. B3 ხაზიდან ხო, მათი რეტინოლი პროცენტული მაჩვენებელი?
აწერია, მაგრამ რედერ მიქსზე ვიცი რომ 0.1-დან 0.3 აქვთ. გააჩნია რომ მოსიყენებთ რა თქმა უნდა, 0.1-დან ფრაზა შეიძლება გადასვლა რამოდენიმე დავასახელე უკვე, თუ მაინდა-მაინც გინდათ რომ რაღაცაზე გადახვიდეთ, თუ 0.3-ს იყენებთ და კარგ შედეგს ხედავთ, მაინდა-მაინც პროცენტული მაჩვენებლის გაზრდა აუცილებელი თემა არ არის. თუ კმაყოფილი ხართ შედეგით, სანამ თქვენი კანი კმაყოფილი და ბედნიერია იმ პროდუქტით, რასაც იყენებთ, რატომაც არა. ექსპერიმენტები რატომ უნდა ჩაატაროთ, გააგრძელეთ გამოყენება. თუ უკვე 3 წელია იყენებთ, მაშინ იქნებ პირდაპირ რეტინალზე გადახვიდეთ მაშინ. თუ გაქვთ შესაძლებლობა რომ რეტინალი შეიძინოთ სადმე, იმიტომ რომ რაც ახლა 0.3-დან 0.5-ზე გადასვლა 3 წლის რეტინოლის გამოყენებაში ვაუ ეფექტს არ მგონია რომ მოგცეთ ახლა, ამიტომ რავი თუ რაღაცა უფრო ძლიერი და განსხვავებული ახალი გინდათ, მაშინ პირდაპირ რეტინალზე გადასვლას გერჩევთ ჩემი აზრით, უფრო ჭკვიანი თუ მაინდა-მაინც უნდა შეცვალოთ პროდუქტი, ჩემი აზრით ჭკვიანური იქნება რომ რეტინალზე გადახვიდეთ მაშინ. კარგით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს რომ საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა. თუ არის კიდე რაღაც ესეთი ინგრედიენტები, რაზეც შეიძლება რომ რაღაცა ესეთი ვიდეო გავაკეთოთ, რომ თქვენი კითხვები დამიტოვოთ და მე ვუპასუხო ერთ ვიდეოში სიამოვნებით მითხარით, რა ინგრედიენტები შეიძლება იყოს ეგეთი და იქეთ Instagram-ის სტორიზე შეგეკითხებით და აქაც community-ისთვის პოსტს გავაკეთებ კითხვით, სადაც კომენტარებში შეიძლება რომ YouTube-ის გამომწერებაც დატოვონ თავიანთი კითხვები და არა მაინდა-მაინც მხოლოდ Instagram-ის გამომწერება. ამ შემთხვევაში მხოლოდ Instagram-ზე იყო და რომ უცებ მომაფიქრდა ახალი წლის დღეებში ეს იდეა და ამ შემთხვევაში მხოლოდ Instagram-ზე მაქვს კითხვები. შემდეგი ვიდეოებისთვის გამოვასწორებ მაგ ამბავს რომ აქ YouTube-ზე შეძლოთ community-ის tabზე community-ის გვერდზე პოსტის ქვეშ კომენტარის დატოვება. თუ რეტინოლის ან ზოგადად სხვა ინგრედიენტების შესახებ დეტალური ვიდეოები გაინტერესებთ, playlist დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ეს თუ YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენთვის და თუ დროგაქ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგაწოთ არხის გამოწერა, ვიდეოს და ლაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდ მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!